დიახ, ახლა 72 დღეა შეიძლება ითქვას, რომ საღამო აქ ამ ადამიანების გარეშე არ ყოფილა, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ვართ კვლავ და ორ თვეზე მეტია ბათუმელები გამოდიან და დედაქალაქის სხვა რეგიონების პარალელურად გამოთქვამენ პროტესტს იმ პროცესებთან მიმართებით, რაც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება. აქ არ გაგიკვირდებათ და დღეს ყველაზე ხშირად ისმის თავისუფლება მზია ამაღლობელს და თავისუფლება ანრის. ანრი სწორედ ის ახალგაზრდაა, რომელიც დღეს სხვა სტუდენტებისგან განსხვავებით, ხელოვნების უნივერსიტეტის დაკავებული სტუდენტებისგან განსხვავებით არ გათავისუფლდა გირაოს სანაცვლოდ და დარჩა პატიმრობაში. ბათუმიდან განსაკუთრებულ სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს, ანრი კაკაბაძეს და ბუნებრივია სხვა რეჟიმის ტყვეებს. ეს ადამიანები არ იღლებიან, შეიძლება ითქვას პროტესტით და ამბობენ, რომ ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება მიღწეული მთავარი გამარჯვება და ქვეყანა არ დაუბრუნდება იმ კურსს, რაც ჩვენთვის ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იაზრებენ ბუნებრივია იმას, რომ საკმაოდ დიდი ხანია გრძელდება ეს აქციები. მალხაზ ჭკადუა ახლა ჩვენთან ერთად. მალხაზ, მოგესალმებით. საკმაოდ დიდი დროა უკვე რაც გრძელდება ეს აქციები. არ ვიცი, რამდენად პროგნოზირებადი იყო, რომ ორ თვეზე მეტი დრო დასჭირდებოდა და კიდევ არ ვიცით რა დრო დასჭირდება. ამ პროცესებს დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი, ასევე რჩება პატიმრობაში ძალიან ბევრი პოლიტპატიმარი. დღევანდელი გადასახედიდან უკვე 72 დღეა. რა არის როგორც რიგითი მოქალაქის სათქმელი თანამოაზრეებისთვის და ასევე ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისთვის? მივესალმებით მაყურებელს. მე მგონია მზია ამაღლობელის დაკავების შემდგომ ზოგადად ქვეყანა გადავიდა ძალიან ახალ რეჟიმში. ეს რეჟიმი, რომელიც 45 წელი ამ ქვეყანაში არ ყოფილა, რაც გულისხმობ. ბოლოს საბჭოთა კავშირმა დააკავა 1991 წელს ჟურნალისტი ქალი ნაზი შამანაური და დაკავების შემდგომ მოათავსა ასე ვთქვათ საავადმყოფოში, ფსიქიკურად დაშლილი ადამიანების საავადმყოფოში. დამოუკიდებელი საქართველოს არცერთ ხელისუფლებას ჟურნალისტი ქალი არ მოუთავსებია საპატიმროში. და თან იმდენად აბსურდული ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის არ მქონე ბრალდები დააკავეს მზია, რომ თავად მოვლენათა თანმიმდევრულობა მაჩვენა, რომ შერჩევითი სამართალი კი არა, პრაქტიკულად დიქტატურაში გვაქვს შებიჯებული, იმიტომ რომ ზუსტად მზიას დაკავებიდან 3 დღეში მოქალაქემ დაჭრა 3 პოლიციელი და ამ მოქალაქესაც და მზიასაც პოლიციელზე თავდასხმის მუხლით აქვს წაყენებული ბრალდება, ხო? ერთი რამ გვაქვს ყველას თავისებელი პირველ რიგში იმ ადამიანებს, რომლებსაც გონიათ, რომ კონფორმიზმით ან რაღაცნაირად დისტანცირებით შეუძლიათ ამ ყველაფერს თავი აარიდონ. ჩვენ საქმე გვაქვს აბსოლუტურ ბოროტებასთან. ეს აბსოლუტური ბოროტება არ ინდობს არავის და პირველ რიგში რა თქმა უნდა მიადგა მართალ სიტყვას დამოუკიდებელ მიუკერძოებელ მედიას მზია ამაღლობელის სახით და პრაქტიკულად დგებუაძე იქნება თუ ნებისმიერი სხვა მოძალადე პოლიციელი, მაგრამ ნუ დგებუაძე განსაკუთრებული სოციოპათი და მოძალადე ადამიანია, როგორც ჩანს და ამას ადასტურებს 2022-2023 წლის და სხვა ინციდენტები, სადაც ბათუმელებს მოქალაქეები ეუბნებოდნენ თუ როგორ ძალადობდა ეს ადამიანი მათზე. ჩვენ მუდმივად გვექნება ამ ბოროტებასთან საქმე, თუ ჩვენ გავჩუნდებით. დღეს ეს სისტემა, ეს რეჟიმი, ეს დიქტატურული მცდელობები დგას სწორედ იმ ადამიანების მხრებზე, რომლებიც ფიქრობენ, რომ აი სამზარეულოში წუწუნით ან რაღაცნაირად მხოლოდ სოციალურ ქსელში რაღაცა აქა-იქ რაღაცა ტიპის აღშფოთებით შეიძლება მათი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადონ. არაფერს არ ობობენ ადამიანებს, რომლებიც ემსახურებიან ამ რეჟიმს. აქ საუბარია იმ ადამიანებს, რომლებიც აი აბსოლუტურად სიძულვილის ნიაღვარს აფქოვენ სატელევიზიო საშუალებებით თუ პროპაგანდისტული არხებით. ჩვენ ამ ბოროტებას ვერ დავასრულებთ თუ უბრალოდ არ დავთეგით სინათლის მხარეს. რა არის ეს სინათლე? სინათლე არის სიმართლის მხარე. სიმართლე არის ის, რომ არ მინდა ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც პროტესტის მონაწილე ახალგაზრდებს სულში და პირში აფურთხებს პოლიცია. არ მინდა ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც პოლიცია მოძალადე პოლიცია ადამიანებს ეუბნება, რომ
გაგაუპატიურებ, არ მინდა ისეთი პოლიცია, სადაც ჩემს თანამებრძოლებს ეუბნებიან, რომ გაგაუპატიურებ და ვიდეოს გაუგზავნი შენ მშობლებს. არ მინდა ისეთი ქვეყანა, სადაც მასწავლებლებს ეშინიათ გამოსვლის, არ მინდა ისეთი სახელმწიფო, სადაც დედებს ეშინიათ დაბრუნდებიან თუ არა მათი შვილების სახლში საპროტესტო აქციებიდან. მე მგონია, რომ პირველ რიგში სწორედ იმ ადამიანებს არ უნდა უნდოდეთ ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება, რომლებსაც გონიათ, რომ ახლა რაღაცნაირად კარგ ხაზზე არიან ცხოვრების. პირიქით, მეგობრებო, ყველა კარს და ფანჯარას შეამტრობს დიქტატურა, თუ მას ეს დასჭირდა და აუცილებლად დასჭირდება, იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში ეს აბსოლუტური ბოროტება და აბსოლუტური სიბნელე მოიცავს ქვეყანას, ჩვენ თუ არ დავუდექით ამ შემთხვევაში პოლიტპატიმრებს და პირველ რიგში რა თქმა უნდა თავისუფალი სიტყვის ქართული სამოქალაქო საზოგადოების სიმბოლოს მზიამაღლობელს არ დავიცავით, არ დავიხსენით ეს ადამიანები და ამით გვახსოვდეს, რომ პირველ რიგში საკუთარ თავს დავიცავთ და არა მათ. მადლობა, მალხაჭკადუას უსმენდით, როგორც მოისმინეთ, აქ დგომით, სიმართლის მხარეს დგომით, დაიცავთ თქვენს თავს და არა პოლიტპატიმრებს. აქცია გრძელდება, ყოველდღიურად იმართება, როგორც გითხარით, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ბათუმელები გამოდიან, იმართება სხვადასხვა მსვლელობები, ყოველდღიურად იმართება მზიამაღლობელის და სხვა პოლიტპატიმრების მხარდასაჭერი აქციები. 62 დღეა მოქალაქეები გამოდიან ქუჩაში და ამბობენ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება არ გაიგებს, რომ ეს ქვეყანა რუსულ რეჟიმს არ შეეგუება.